სალამი, ეს ვიდეო ეხება მოკლემეტრაჟიანი ფილმის განხილვას, რომელიც ჩვენ გადავიღეთ და სახელად დავერქვით დღიური. დღიურში არის ძალიან ბევრი ელემენტი, რომელიც უნდა შეგემჩნიათ. თუ ვერ შემჩნიოთ, გირჩევთ რომ ხელახან ნახოთ და პატარ-პატარა რაღაცებს დაინახავთ. თუმცა მანამდე მეგეწყვით რა ელემენტები ჩავსვით ამ ჩვენს პატარა ვიდეოში. პირველი, რასაც ალბათ შეამჩნევდით, არის დღიურში წარწერები. ჩვენი პერსონაჟი ამ დღიურს აკვირდება და ზუსტად იმ წარწერებს ხედავს, რაც დავხატე. ერთ-ერთი არის ის, რომ უნდა გაბედოს. მეორე, მას შემდეგ რაც უკვე დაიწყებს სამყაროში რაღაცების შემჩნევას, პირველი რასაც შეამჩნევს არის პატარა პრინცი. თუმცა დიდი ავადმყოფს ამას ვერ დაინახავთ, იმიტომ რომ არის ძალიან პატარა მონაკვეთში, მაგას მაგიდაზედებს საფეთქის ჩასადები და მანდ იყო პატარა პრინცი და პატარა პრინცი შეგიძლიათ დაინახოთ. არ გონია ბევრი ახსნა დამკვიდრდეს, რომ რატო გამოიყენე პატარა პრინცი. შემდეგი, რასაც დააკვირდება და რაც გამოიყენეთ, არის ბობ დილანის სიმღერა. სიმღერა შეგიძლიათ ნახოთ და ტექსტიც ნახოთ და მიახლოებით მიხვდებით, რატო გამოიყენე ეს სიმღერა. შემდეგი, რა თქმა უნდა, არის ველოსიპედი. ველოსიპედი იმის გამო არ შევსვი, რომ მიყვარს ველოსიპედი, არამედ დამატებით იმის გამო, რომ ველოსიპედი ასოცირდება თავისუფლებასთან და ველოსიპედი გაძლევს ძალიან ბევრ შესაძლებლობას. არ ვიცი, მე მაგალითად ველოსიპედით აღმოვაჩინე ძალიან ბევრი რაღაც, არა მხოლოდ სხვადასხვა ადგილი საქართველოში, არამედ დავინახე ძალიან ბევრი შესაძლებლობები. და ბოლოს უკვე რაც პერსონაჟმა გააკეთა, არის ჩიტების ბუდე. ეს ერთი ის, რომ მინდოდა რაღაცა შეექმნა თავისი ხელით. ასოცირდება ისევ თავისუფლებასთან, ისევ რაღაცა ფრენასთან, შესაძლებლობასთან, სამყაროს აღქმასთან და ასე შემდეგ. ამიტომ ჩიტების ბუდეც ერთ-ერთი სიმბოლო არის, რომელიც ამ ვიდეოში ჩავსვით. ჯამში რისი თქმაც მინდოდა ამ ვიდეოთი იყო ის, რომ სამყაროში გვაქვს ძალიან ბევრი შესაძლებლობები, პირდაპირ მნიშვნელობით, ამიტომ მთავარია რომ დავიწყოთ ამ შესაძლებლობების აღქმა, შემჩნევა და ცდა. ჩემი ერთი დევიზი არის, რომელიც მინდა რომ მთელი ცხოვრება გავყვეს, რომ რაღაცები უნდა სცადო. ამ პროექტშიც ერთ-ერთი ალბათ რის გამოც ვარ, არის ის, რომ ვცადე. ცდა არის ის და გაბედვა არის ის, რაც რაღაცა შესაძლებლობებს გიხსნის. ამიტომ თქვენც გაბედოთ. ხა პროექტში ვართ 3 და ფინალში გადავიდეს 2 ადამიანი და მაყურებელი არის უკვე მეოთხე ჟიური და ვიდეოების ნახვას და მოწონებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მე კიდე ძალიან მინდა რომ გადავიდე ფინალში, იმიტომ რომ მაქვს ძალიან დიდი და კარგი მიზანი, რომელიც განხორციელებაც მინდა. ამიტომ თქვენ რომ გადახვიდეთ ვიდეოზე და დალაიქოთ ვიდეო, ძალიან გამიხარდება. გამოიწერეთ პლუს ჩემი არხიც პეორიკო ბაზალს ნახავთ ძალიან მარტივად. აბა ჰე. რთულია ვიდეოს გადაღება.